პარლამენტში საგაზაფხულო სესია დაიწყო. მის ფარგლებში უმრავლესობას რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა აქვს დაგეგმილი. საგაზაფხულო სესია რეგლამენტის მიხედვით ივნისის ბოლო პარასკევს იხურება. დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის განხილვა უნდა შემდგარიყო, თუმცა გადაიდო. ხვალინდელი სესიის დღის წესრიგი უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებმა კი ბიუროს ხდომაზე უნდა შეადგინონ. დაიწყო თუ არა ბიუროს ხდომა, ამას ჩვენი კორესპონდენტი მირიან გორგოძე გვეტყვის. მირიან, გისმენთ. დიახ, საქართველოს პარლამენტში ბიუროს ხდომა სწორედ ამ წუთებში მიმდინარეობს, როგორც მოსალოდნელი იყო, დეპუტატები მსჯელობენ საკონსტიტუციო ცვლილებების ირეგულირ. მე კიდევ ერთხელ შევახსენებ მაყურებელს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები გულისხმობს კონსტიტუციიდან 52 მუხლის ამოღებას, რომლის მიხედვით საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელად განსაზღვრული არის ქალაქი ქუთაისი. გარდა ამისა, კიდევ ერთ საკონსტიტუციო ცვლილებები გულისხმობს შემდეგს პრეზიდენტს პარლამენტის ნების წინააღმდეგ აღარ ექნება მთავრობის დათხოვნის საშუალება და ამავე დროს ის ვეღარ აირჩევს საკუთარ მისთვის სასურველ მთავრობას განუსაზღვრელი ვადით. ეს საკითხები მთავარი განსახილველი თემა უნდა ყოფილიყო დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, თუმცა საკითხის განხილვამ გადაინაცვლა ხვალინდელ სასესიო დებატებში. ამის მიზეზი კი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის განმარტებით გახლავთ შემდეგი. ბოლო პერიოდში ნაციონალური მოძრაობა აღარ იღებდა მონაწილეობას საკონსტიტუციო ცვლილებების განსახილველ კომისიაში და იმის გამო, რომ მათ არ ჰქონდათ კიდევ რაიმე დამატებითი სრულფასოვნად მიეცემათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ ამ საკითხის განხილვაში. გარდა ამისა, წლევანდელი საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირის მნიშვნელოვანი მოვლენა გახლავთ მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში მოსვლის საკითხი. როგორც ცნობილია, 8 თებერვალს მიხეილ სააკაშვილი ყოველწლიური ანგარიშის გასაცნობად საქართველოს პარლამენტს ეწვება და ბიუროზე მიმდინარეობს მსჯელობა იმის შესახებ, თუ რა ფორმატით მოხდება პრეზიდენტის პარლამენტში მიღება. ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში შეგვიძლია მოусმინოთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებას. ამ კვირის პლენარულ სხდომებზე კონსტიტუციური ცვლილებების კანონპროექტების განხილვა და კენჭისყრა არ არის მოსალოდნელი, იმის გათვალისწინებით, რომ 8 თებერვალს პარასკევს საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვიტა თავისი კონსტიტუციური უფლებების სარგებლობა და პარლამენტში მოსვლა ყოველწლიური მოხსენებით. შესაბამისად, თუ ბიურო ამ გადაწყვეტილებებს მიიღებს საბოლოოდ, ეს ნიშნავს, რომ ამ კვირის განმავლობაში ორივე პლენარულ სხდომაზე იქნება დებატები და არა კანონპროექტების განხილვა. დიახ, გარდა ამისა, საგაზაფხულო სესიის მიმდინარეობისას დეპუტატები იმსჯელებენ ასევე სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც, მაგალითად, როგორიც არის შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები, ან თუნდაც საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები. გარდა ამისა, უახლოეს სესიებზე დეპუტატები იმსჯელებენ სხვადასხვა კანონპროექტებზე, მაგალითად, საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტში შესატან ცვლილებებზე, საჯარო სამსახურის შესახებ კანონპროექტში შესატან ცვლილებებზე, სახელმწიფო ქონების შესახებ ცვლილებებზე და საგარეო კურსის მსვლელობის შესახებ კანონპროექტზე, რომელიც სხვათა შორის არის საპარლამენტო უმცირესობის წევრის გია ბარამიძის ინიციატივა, თუმცა დღეს ბიუროზე უმცირესობის წევრებისგან გაკეთა განმარტება იმის შესახებ, რომ საკითხს უმცირესობა უკან გაიწვევს და მოხდება ხელმოწერების შეგროვება, რათა ეს საკითხი, როგორც საკონსტიტუციო ცვლილება, აი ამ ფორმატში განიხილონ დეპუტატებმა. მადლობა, პარლამენტიდან მირიან გორგოძე საუბრობდა.